Liamისა და Miley-ისა არ იყოს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე მილიონჯერ დადგა Twilight-ის ვარსკვლავების, Kristen Stewart-ისა და Robert Pattinson-ის ურთიერთობაც. ჯერ იყო და Kristen-მა ძვირფას boyfriends Phoebe და მონადირეების რეჟისორთან უღალატა. ამის შემდეგ ფილმის მეორე სერიაში გადაღებაზე დათანხმდა. Robma girlfriend-ი რამდენჯერმე მიატოვა, ბოლოს ავსტრალიაში წავიდა სამუშაოდ. ისიც იყო ვიფიქრეთ, რომ მათ ურთიერთობას წერტილი საბოლოოდ დაესვაო, რომ მსახიობები ერთ-ერთ ლოს-ანჯელესურ ბარში გამოჩნდნენ. ბარის შემდეგ რობსტენი ერთად კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე დააფიქსირეს. სულ ბოლოს კი კუეჩელას ფესტივალზე. წითელი ხალიჩისგან განსხვავებით კრისტენ სპორტულად ეცვა და ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ოსკარის დაჯილდოებაზე თუ ფილმების პრემიერებზე ჩვევია ხოლმე. ისინი ძალიან ბედნიერები არიან, თავს მშვენივრად გრძნობენ და ძალიან უხარიათ, რომ ურთიერთობის აღდგენა შეძლეს. საუბრობს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის მეგობარი. სხვათა შორის იმაზე ძალიან ბევრს წერე, რომ კრისტენს რობთან რომანის გაგრძელებისათვის რამდენიმე სერიოზული მოთხოვნის გათვალისწინება მოუხდა. პატინსონის პირველი სურვილი ის იყო, რომ ქალს ეჭვიანობა, გამუდმებული ზარები, მოკითხვები და კონტროლი შეეწყვიტა. სტიუარტსაც მეტი რა გზა ჰქონდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გოგონა სულ მალე Phoebe და მონადირეების მეორე სერიის გადაღებებზე გაემგზავრება. შესაბამისად, ყოფილ საყვარელთან რუპერ სანდერსთან უნდა ეს თუ არა სამსახურებრივი ურთიერთობა მოუწევს. რუპერი ხომ ფილმის რეჟისორია. აი რამდენად სამსახურებრივი იქნება ეს ურთიერთობა, ამას უკვე პაპარაცები გაარკვევენ, რომლებიც გაასმაგებული ძალებით და ინტერესით ჩაუსაფრთხებიან გადასაღებ მოედანზე. იქნებდა წინა შემთხვევისა არ იყოს ფართო საზოგადოებისათვის მსახიობ რეჟისორის რომანი, სწორედაც რომ მათ მიერ დაფიქსირებული ფოტოებით გახდეს ცნობილი. 41 წლის რუპერ სანდერსი და 22 წლის კრისტენ სტიუარტი სწორედ ფილმზე მუშაობის დროს გამოიჭირეს. ინტერნეტში გავრცელებულ სურათებზე ასახული კადრები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან შორს იდგა მეგობრულისგან. სწორედ მათი დამსახურებით სტიუარტმა კინაღამ საყვარელი მამაკაცი დაკარგა. აი სანდერსმა კი მეუღლესთან ურთიერთობის შენარჩუნება ვერ შეძლო და სულ ცოტა ხნის წინ განქორწინებაც კი გააფორმა. ამჟამად კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილია. კრისტენს უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. ასე რომ როგორც არ უნდა იბუზღუნოს პატინსონმა, ფაქტს ვერსად გაექცევა. მისი გერლფრენდი გადასაღებ მოედანზე ისევ საყვარელთან ერთად აღმოჩნდება.